საღამოშვიდობისა ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობთ მივესალმებით ტელემაყურებელს. ბატონო ირაკლი, გილოცავთ საქართველოს დემოკრატია გადარჩენილია სტრასბურგმა და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უპრეცედენტოა არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, მედიის ისტორიისთვის, არამედ თავად ევროსასამართლოსთვისაც. მოკლე კომენტარს გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენება ჩვენ ძალიან მშვიდად უყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი ორთან, გულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესებს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ქონდა არავითარი ინტერესი, მათ შორის არც პოლიტიკური ინტერესი ამ საქმის მიმართ და ასევე მშვიდად ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამ პროცესების ყურებას, როდესაც საქმე გრძელდება სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ამ შემთხვევაში, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება, იყო თუ არა სამართლიანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და თქვენ არასწორად თქვით სამწუხაროდ თქვენ შესავალ სიტყვაში, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვეტეს ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არასწორი. კიდევ ერთხელ ჩვენ მშვიდად უყურებთ ამ პროცესების განვითარებას, თუმცა რა თქმა უნდა ისიც უნდა ითქვას, რომ კონტექსტი არის შეცვლილი მას შემდეგ, რაც საქმემ გადაინაცვლა სტრასბურგის სასამართლოში. დღემდე საქმეს ერქვა ბუნებრივია ხალვაში ყარამანაშვილის წინააღმდეგ, დღეს უკვე საქმეს ქვია რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვართ პასუხისმგებელი საქართველოს ინტერესების დაცვაზე და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ საქართველოს პრესტიჟი და ჩვენი ინსტიტუციების პრესტიჟი, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენი საერთო სასამართლოების სისტემის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს პრესტიჟი. ეს არის კიდევ ერთხელ უკვე დაპირისპირება რუსთავი 2-ის მენეჯმენტსა და მფლობელებსა და საქართველოს შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, იმიტომ რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს. ეს მინდა ძალიან ხაზგასმით თქვა, გარდა ამისა, მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსთავი 2-ის მფლობელები და მენეჯმენტი უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც გამარჯვებული გამოვა საქართველო, იმიტომ რომ საქართველოს ხარეს არის სიმართლე. დიახ, ნამდვილად მეც გეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენც ამას ყოველთვის ვამბობდით და ჩვენი საქმით ვდგავართ სწორედ საქართველოს მხარეს და პირველი რაც თქვენ განაცხადეთ, მე ვიგულისხმე შესავალ ტექსტში, რომ ერთხმად თქვენ ამბობთ, მე ვთქვი სხვა რამე, თქვენ ამბობთ სხვა რამე. მე მივხვდი თქვენ რაც თქვით და სწორედ მინდა ხაზი გაუსვა იმ აქცენტს, რომელიც თქვენ გააკეთეთ და ისევე როგორც მე მახსენდება ამ შემთხვევაში თეა წულუკიანის ბრიფინგი, რომელსაც აგრეთვე ტყუილი არ უთქვამს, თუმცა სრულიად გამიზნულად აკეთებდა აქცენტებს და გათვლა ჰქონდა რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც შეიძლება დეტალურად არ იყვნენ ამ საქმის დეტალებში ჩახედული. დავასრულებ თუ შეიძლება. რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ საზოგადოებას. როდესაც სტრასბურგის სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანი იყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეიძლება თქვენ რომ ასე მიაწოდოთ, ანუ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, უნდა ემსახუროთ თქვენ სიმართლეს, ეს არის ჟურნალისტების ვალდებულება, ეს თქვი ერთადერთი მე. რა თქმა უნდა, მე ხაზს უსვამ კიდევ ერთხელ, მე ვთქვი, რომ სტრასბურგის სასამართლო მოსამართლებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა ჩვენ კომპანიას რუსთავი 2-ს არ მიეცა სამართლიანი სასამართლოს უფლება. თქვენი გამონათქვამის შინაარსი, გიორგი და ძალიან მიხარია ეს. არა, მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ბატონო ირაკლი, მე ვთქვი, რომ მათ გაუჩნდათ კითხვა ამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში ეს კითხვები და ეჭვები საბოლოოდ ვინაიდან ყველამ ხელი მოაწერა და ერთხმად მიიღო ჩვენს წინააღმდეგ გადაწყვეტილება, ეს კითხვები არ გაჩნიათ. ევროსასამართლოში ეს კითხვები გაუჩნდა თან ყველას და ამიტომაც მოაწერეს მათ ხელი. სასამართლოში კითხვები არ აქვს თემასთან დაკავშირებით. მოგეთ აღარ გვინდა ამაზე საუბრის გაგრძელება, ჩვენ სხვა თემასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთხელ. კი ბატონო, მე დავასრულებ, უბრალოდ თქვენ აგრეთვე თქვით, რომ ახლა საქმე არის რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, რაც აგრეთვე ხაზგასმული აქცენტი იყო თქვენი მხრიდან, რომ რუსთავი 2 არის საქართველოს წინააღმდეგ და საქართველო გაიმარჯვებს, ანუ რუსთავი 2 დამარცხდება. რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ და მენეჯმენტი. დიახ. ესეც ხაზგასმული. რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საქმეს ემსახურება რუსთავი 2-ში, ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. კი ბატონო, თუ
თქვენ პატივს სცემთ ჟურნალისტებს, მე გეტყვით რომ ჟურნალისტები ჩვენ ყველა სწორედ ამ მენეჯმენტის მხარეს ვართ და ეს დაინახა კიდევაც მაყურებელმა თუნდაც იმ კადრებიდან რომელიც გადაცემის დასაწყისში გავიდა. საქართველო ამ საქმეში აუცილებლად გაიმარჯვეს, იმიტომ რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს. ეხლა ჩვენც ასე ვთვლით სწორედ და ვთვლით რომ ამ გადაწყვეტილებითაც კი რომელიც ახლა გამოიტანა მოსამართლეების კოლეგიამ კი ბატონო დაგეთმო საქართველოს გაიმარჯვა ამ ეტაპზეც კი ბატონო და გაიმარჯვებს საქართველოს საბოლოოდ ნამდვილად გეთანხმებით.